მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში მინდა წარმოგიდგინოთ რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული ვიდეოები, სადაც ადამიანები იკვლევენ ყველაზე საშიშ გამოქვაბულებსა და მიტოვებულ მაღაროებს. ვიწრო გვირაბები, წყლით სავსე გასასვლელები, პანიკა და უცნაური ამოუხსნელი მოვლენები. მოკლედ ყველაფერი ის, რაც შეიძლება მიწისქვეშეთში დაგხვდეთ. ეს არის ისტორიები, სადაც ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. თუ მოგწონთ ასეთი კონტენტი, არ დაგავწყით ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა, ეს მე ძალიან დამეხმარება განვითარებაში, ხოლო სრულად შემთხვევაში შეგიძლიათ მცირე დონაციით მხარი დაუჭიროთ არხს. ახლა კი ვიდეოზე გადავიდეთ. იუთუბერი ალექსი ხშირად იკვლევს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო, ვიწრო და არაპროგნოზირებად გამოქვაბულების სისტემებს. ამჯერად კი ახალი გამოქვაბულის შესწავლა მას თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 2023 წლის 3 ნოემბერს 5 ახალგაზრდა, მათ შორის ალექსი და მისი ახლო მეგობარი ჯეიკობი, გაემართნენ ისეთ გამოქვაბულში, სადაც აქამდე არასდროს ყოფილან. მათი გეგმა მარტივი ჩანდა. გაჰყოლოდნენ დამაგრებულ თოქს, მისულიყვნენ ბოლომდე და მთელი ექსპედიცია ვიდეოზე დაეფიქსირებინათ. მაგრამ მიწისქვეშეთში ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც აგეგმილია. თავდაპირველად ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა. ფანერები ანათებდა, ფეხსაცმელი მჭიდროდ ჰქონდათ შეკრული, განწყობა დადებითი იყო. ისინი ნელა-ნელა უფრო ღრმად შევიდნენ გამოქვაბულში. ვერ ხვდებოდნენ, რომ ქვემოთ არსებული პირობები უკვე შეცვლილი იყო. დაშვების დაწყებიდან მალევე მათ უკვე უწევდათ ამომავალი წყლის წინააღმდეგ ბრძოლა. გამოქვაბულის ვიწრო გასასვლელები ნაწილობრივ დატბორილი იყო, რის გამოც ყოველი ნაბიჯი უფრო რთული და საშიში ხდებოდა. ჰაერი ზედმეტად ტენიანი იყო, ქვები კი საშინლად სრიალა. წინ წასვლა ნიშნავდა კიდევ უფრო ღრმად ჩასვლას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ისმოდა მათი სიცილი და საუბარი იმაზე, თუ როგორ მიაღწიეს გვირაბის ბოლომდე, მაგრამ ნელა-ნელა დაძაბულობა მატულობდა. ჯეიკობმა, რომელიც ამ ექსპედიციაში მონაწილეობდა და წინასწარ შეამოწმა გზა, დანარჩენები გააფრთხილა, რომ რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად წყალქვეშ იყო. გასასვლელად უნდა ჩაეყვინთათ, ხოლო ზოგ ადგილას სუნთქვა შეუძლებელი იყო. You're good. Oh my God! I'm coming out. All right, we'll back it out. ეს ვიდეო აიტვირთა YouTube-ზე 2022 წლის 10 იანვარს. ავტორს უკვე ათობით მსგავსი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ხანგრძლივი კვლევის შემდეგ წარმატებით აღწევს გამოქვაბულიდან. ამ კონკრეტულ ვიდეოში ყველაფერი ძალიან დაძაბულად და შემაშფოთებლად გამოიყურება. But I don't know if I'm going to be able to take the light with me. Is the problem. If I go Superman style, I can certainly get through, but then my clothes are going to bunch up and it'll look cool on camera, but very uncomfortable bunching clothes up and backing up at the same time. So one of the nice things about these is you can use your feet for leverage, and you can't see that, but I take my feet and I pinch it up against the ceiling, and then I use that to leverage myself backwards. So I'm leveraging myself through here, and I fit okay. It didn't look like I was gonna, but I'm pretty much I just have a hard time leveraging myself to move myself over this knuckle. Trying to give you a decent view. I'll bring you closer. There we go. So it's all about leverage, and I don't know where my feet are here. But I'm working my way through here as I can. I can't turn and see. You see, this is the problem with the clothes bunching up. My knee pad's caught. Okay. ამის შემდეგ ის აღარ რისკავს და ცდილობს უკან დაბრუნებას. საბედნიეროდ საბოლოოდ ახერხებს გამოქვაბულიდან გამოსვლას ყოველგვარი დაზიანების გარეშე. მაგრამ რაც ამ ვიდეოში ხდება, ნამდვილად ნერვებს მოგიშლით. ტყუპები მიემართებიან პეტი ჯონის გამოქვაბულის შესასწავლად და მიზნად აქვთ მიაღწიონ მონაკვეთს, რომელსაც ნერვული კრახი ეწოდება. და მხოლოდ სახელიც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად რთული და საშიში ადგილია. ეს ადგილი გამოქვაბულის სისტემის სიღრმეში რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობს და ცნობილია იმით, რომ ძალიან დამაბნეველი და სახიფათოა.
თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ძმები ვიწრო გასასვლელებში მიძურებიან, იცინიან და თან ამ ყველაფერს ვიდეოზე აფიქსირებენ. მაგრამ როცა საბოლოოდ აღწევენ ნერვულ კრახამდე, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან სწრაფად ცუდ შედეგამდე მიდის. ისინი იყოფიან. Oh, you think this is nervous breakdown? Maybe. Well, it had to happen at some point. Yeah, it looks bad up here. It looks really bad. Okay, then that's what we need to go into. Oh no. Yeah, not up here for sure. This whole pile looks like it's gonna fall. Oh, this is something else, man. This rock looks like it's barely held up by anything. Oh, sketch. Oh, there's a passage that goes down. I hope my brother's okay. This is how bad movies start when we split up. Oh, a rope. What? Where does that go? Oh, that's interesting. That is interesting to say the least. I found a rope. Huh. Oh, I don't hear James anymore. Uh-oh. James! James! It's been like 30 minutes since I last saw him. I don't even know where I'm at. I tried to go back to the last place I saw him, and everything just looks the same. It's just a jumbo maze. The tape, yeah. Okay, this tape looks familiar. რამდენიმე დაძაბული წუთის შემდეგ ისინი საბოლოოდ ისე ხვდებიან ერთმანეთს. საბოლოოდ ჩვევით ამოისუნთქა ორივემ და გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთს აღარ დაშორდებიან და ერთად გააგრძელებენ გზას. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს მომენტი სრულიად სხვაგვარად შეიძლებოდა დასრულებული იყო. ნერვულ კრახს ასეთი რეპუტაცია ტყუილად არ აქვს. ტყუპებს უბრალოდ გაუმართლათ, რომ მათი ისტორია კიდევ ერთი გამაფრთხილებელი მაგალითი არ გახდა. ეს შემაშფოთებელი ვიდეო გადაღებულია ჯეიკობის მიერ, გამოცდილი მკვლევარი, რომელიც მიტოვებული მაღაროების საიდუმლოების აღმოჩენით არის შეპყრობილი. თითქმის 20 წლის განმავლობაში ის ჩადიოდა დაწყევლილ გვირაბებში, აფიქსირებდა საკუთარ მოგზაურობას და ამ ადგილების დაფარულ ისტორიას თავის მაყურებლებს უზიარებდა. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. ის შეხვდა რაღაცას, რასაც ვერაზროს დაივიწყებს. 2017 წლის 5 დეკემბერს, ცივ და წვიმიან საღამოს, ჯეიკობი ბნელ მიტოვებულ გზაზე მიემართება კიდევ ერთი მიტოვებული მაღაროსკენ. თავდაპირველად ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ რაც უფრო ღრმად მიიწევდა, მით უფრო ძლიერდებოდა უცნაური შფოთვის შეგრძნება. განსაკუთრებით მაშინ, როცა გადიოდა დამპალი ხის საყრდენების ქვეშ, რომელიც ძლივს აკავებდა მიწის უზარმაზარ ზონას. 15 წუთზე მეტი ხნის სიარულის შემდეგ კამერაზე რაღაც უცნაური დაფიქსირდა. გვირაბის სიღრმეში სუსტად გაიელვა სინათლე, თითქოს შორიდან მოჩანდა ფანრის შუქი. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ჯეიკობმა ეს ვერ შეამჩნია, ცოტა ხანში გვირაბში შემაშფოთებელი ხმებმა დაიწყო გავრცელება. Almost a foot in diameter, the big cross timber, so they had to put big ones in here to hold up all of this rock. You can see right here where some of these boards are bending. Do you hear that? Sounds like
What is that wind? I don't know if you can hear that on the camera. Do you hear that? It stopped. Wow. I don't know what that is. That doesn't sound like wind, but that's crazy. Don't know if that's a bird or I don't know what that is. It almost sounds like snakes, but wow. I've heard some weird stuff in mines, but that is definitely creepy. I don't know what that is. So, let's get out of here. რბილი, ჩურჩულის მსგავსი ხმა ისმოდა. თითქოს იქიდან მოდიოდა, სადაც თვალი ვერაფერს ხედავდა. ჯეიკობი უკან გასასვლელისკენ შებრუნდა, მაგრამ გზაში მან შეამჩნია კიდევ ერთი გვირაბი, რომელიც ადრე გამორჩა და ფრთხილად გადაწყვიტა მისი შემოწმება. შიგნით ლითონის ჯაჭვები ეკიდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული, სანამ არ შენიშნა, რომ ერთ-ერთი მათგანი ნელა-ნელა ირხეოდა წინ და უკან. I don't know why that one chain is swinging back there. Don't know if you can see that in the video or not. თითქოს ვიღაცა ახლახან შეეხო. ეს უკვე სარისკო იყო ჯეიკობისთვის. მიხვდა, რომ მარტო არ იყო და დაუყოვნებლივ დატოვა მაღარო. უკან აღარასდროს მიუხედია. დღემდე მას არ აქვს ახსნა თუ რა მოხდა იმ გვირაბში. ეს ისტორია ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. გთხოვთ რომ კომენტარებში დაწეროთ. ამასობაში დასასრულს მიუახლოვდით. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ ეს ასე იყო, გთხოვთ რომ არ დაგეზაროთ დალაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გავრჩით მორიგი საინტერესო ვიდეოები. მე კი დროებით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.